სანამ ველოცდეთ, შევეხოთ უფლის სიტყვას, რომელიც მოგცემს დარიგებას. უფლის სიტყვა, რომელიც გვამხნევებს ლოცვის დროს, გვამტკიცებს და მადლობელი ვართ, რომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ჩვენს მიერ უფლის სახელი გადდიდეს. მოდი წავიკითხოთ სიტყვა, იგავი მეჩვენდეთ თავი, მესამე მუხლი. სამხილი ვერცხლისთვისაა, ბრწმედი ოქროსათვის. გულებს კი უფალი გამოცდის. აქ ვკითხულობთ, რომ რაც არის სამხილი ვერცხლისათვის და რა არის ბრწმედი ოქროსათვის. იგივეა უფალი ადამიანის გულისათვის. რადგან, როდესაც ოქრო და ვერცხლს გაატარებს სამხილში და ბრწმედში, ეს ოქრო და ვერცხლი ძვირფასნო იწმინდება. ხდება განწმენდილი, ეს ოქრო და ვერცხლი და მისდება მისი ხარისხით, ვერცხლის და ოქროს ხარისხით და იზრდება მისი ფასი. ასია უფალიც, რომელიც ჩვენ გულებს წმენს ძვირფასნო. და ეს ასეთი ადამიანი სისხლისათვის ხდება სათნო. ანუ ეს ადამიანის ქრისტეშია, იმყოფება, გული ასეთი ადამიანის იწმინდება, შესაბამისად, ხარისხით და მისი ფასიც ამ ადამიანის შესაბამისად, მისი ფასიც და მისი ფასეულობა ასეთი ადამიანის უფლისათვის სათნო და სასურველია ძვირფასო. ამ მუხლში, რომელიც წავიკითხეს სიტყვა გამოცდის უფალი, ამ მუხლში გამოიყენება ეს გამოცდა, გამოყენებული როგორც განწმენდა. მაგალითად, ზაქარიას წიგნში ვკითხულობთ მე-13 თავის მე-9 მუხლის პირველ ნაწილში. გავატარებთ ცეცხლში, ზაქარია წერს ამ მესამეც და გავწმენთ, როგორც ვერცხლი იწმინდება და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. აქაც ლაპარაკია განწმენდაზე. ზაქარიას ამბობს, რომ გამოვწმენთ ერთ მესამეც, როგორც ვერცხლს წმენდა, როგორც ოქროს, როგორც ოქრო გამოიცდება. ასე ადამიანიც იცდება ძვირფასო, ადამიანის გულიც იცდება. ანუ ადამიანის გულის ფასეულობა შეესაბამება თვით ადამიანის ფასს. სათნო არის თუ არა ეს ადამიანი უფლისათვის. სულიერი აზრით, რომ ამას აქვს სხვადასხვა ზომა ძვირფასო. შეიძლება ერთი ადამიანი უფლისათვის უფრო სათნო იყოს, ვიდრე მეორე ადამიანი. და უფრო ფასოვდეს უფლის წინაშე. და ადამიანის ფასეულობა ძვირფასო განისაზღვრება მისი განწმენდის ზომით, როგორც ფასეულობა, როგორც იცდება ოქრო და ვერცხლი. რაც უფრო მეტად გაიწმინდება ოქრო და ვერცხლი, მით უფრო ფასიანი ხდება, უფრო ძვირი ხდება მისი ფასი და ასეთ უფალი, ვინც წმინდავდება უფლის წინაშე, მისთვის ფასეული ასეთი ადამიანი უფლისათვის. უფალი ურთიერთობს ასეთი ადამიანთან სიახლოეშია ძვირფასო. ჩვენ ვიცით, რომ თის სამეფოში ფასდება მხოლოდ ადამიანის სულიერი მდგომარეობა. არა ფიზიკური მონაცემები, ან მისი ინტელექტი, არა ძვირფასო. მისი სულიერი მდგომარეობა ძვირფასი უფლისათვის. პავლე მოციქული ძვირფასო საყვედურებს კორინთელთა ეკლესიას და ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გააქვთ, თქვენს გამგჯელებად მათაყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში. ისეთ ადამიანებს აყენებთ, რომ არავითარი ფასი არ აქვს ამ ადამიანებს, ძვირფასო. არაფრად არიან მიჩნეული ეკლესიაში. ეს ის ადამიანებია ძვირფასო, რომლებიც სულიერი მდგომარეობით არ გააჩნიათ არავითარი წონა
და არ აქვს ეს ფასი ეკლესიაში ძვირფასო. ამის მიზეზი ის არის, რომ მათი გულის მდგომარეობა. ეს ადამიანები ისინი არ არიან განწმენდილი უფლის წინაშე. არავითარ ფასი არ აქვს ასეთი ადამიანს, როდესაც ვაყენებ რამე ვასრულებთ რაღაც თისათვის, თის საქმეს, რომ არავითარ ფასეული არ აქვს, ვინც არ იწმინდება ღვთის წინაშე. ბევრი თვლის, რომ თუ ქრისტიანია ეს ადამიანი, მას ის მორწმუნეა და ის არ შეიძლება განწმენდილი არ იყოს, არა ძვირფასო. პავლე მოციქული სხვაგვარად ფიქრობს. ძვირფასო, პავლე მოციქული ასე არ ფიქრობს, ის ამბობს, მორწმუნე ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც არ სჭირდება განწმენდა. ძვირფასო, ქრისტესადმი რწმენა არის პირობა იმისათვის, რომ ადამიანის ცხოვრებაში იწყება პროცესი სულიერი ცვლილებისა. ეს არის განწმენდა, განახლება და გადადნობა. და როდესაც ჩვენ აქტიურად ვართ იესო ქრისტეში, მონაწილეობთ და ახლოს ვართ მასთან ურთიერთობაში, ეს ხელს უწყობს კეთილცვლილებას თვითონ ჩვენთაგანში და თვითონ ჩვენთაგანი ცხოვრებაში. როდესაც ვიმყოფებთ უფალთან, როდესაც განწმენდილი ვართ, მასთან ურთიერთობაში ვართ, მათთან სიახლოვეში ვართ, ეს ცვლილება ხდება განწმენდის პროცესი ამ დროს ჩვენში, ძვირფასო. თუ ჩვენ წმინდად არა ვართ, ჩვენ უფალთან ვერ წავდგებთ მის წინაშე. უფალი არ მოусმენს ასეთ ადამიანს. ამიტომ რომ როგორც გადადნობა ძვირფასო, ვერცხლისათვის, ზმედი ოქროსათვის, მაგრამ გულს ყოველთვის ცდის უფალი. ისინი იცდება მათი ფასი, ასევე ადამიანიც. როდესაც იწმინდება ძვირფასო, ამ ადამიანს ხდის ჭურჭლად, ფასეულ ჭურჭლად, უფლის წინაშე. და ეს ჭურჭელი ხდება ღვთისათვის სათვი. სასურველი ღვთისათვის. და ის მზადა ყოველი კეთილის საქმესათვის ასეთი ადამიანი. მეორე ტიმოთეს წერილში, ძვირფასო, მეორე თავის 21 მუხში ვკითხულობ. ვინც გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი. ანუ ვინც იწმინდება, ვინც უფლის წინაშე ინანიებს, ის მეთი სიტყვა გვეუბნება, რომ ის იქნება პატივდებული ჭურჭელი უფლისათვის. პატივ მისაგები. ასეთი ადამიანი ყოველთვის გამოდგება მსახურებაში, როგორც პავლე მოციქული კორინთიელებს წერს, რომ ისეთ ადამიანებს აყენებენ არავითარი ფასი არ აქვს. ამიტომ ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ მუდამ მეთი სიტყვა გვეუბნება, წმინდები კიდევ წმინდავდებოდნენ. ეს პროცესია ძვირფასო. ღმერთთან სიახლოვეა, ურთიერთობაა. ღმერთი იმ ადამიანს პასუხობს და იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც წმინდად არის მის წინაშე. და ის ადამიანი, რომელიც არავითარი ფასი არ აქვს, ასეთი ადამიანი არ არის დაინტერესებული, რომ განიწმინდოს თავისი გული. და ასეთი ადამიანი არის სულიერად უპერსპექტივო, არავითარი პერსპექტივა არ აქვს მას. ასეთი ადამიანს არავითარი ყურადღება არ აქვს ღვთის სიტყვისადმი და იმ სიტყვისადმი, რომელიც მისი გულიდან გამოდის ძვირფასო. ის ვერ ამჩნევს ასეთი ადამიანი, როდის ცრუობს. როდესაც ასეთი ადამიანი, რომელიც არ წმინდავდება უფლის წინაშე, ის არღებულობს ხილებასაც, როდესაც ამხელებ მას. არ ცდილობს შეცვალოს ასეთი ადამიანი თავისი ცხოვრება, თავის შეხედულება ცხოვრებაზე. არ ცდილობს გამოაქცევოს თავის საქციელი. და ღმერთის სიტყვა ის არ გამოცდის თავის თავს და არ გამოიკვლევს, რომ არის თუ არა წმენაში ძვირფასო ასეთი ადამიანი. ეს მნიშვნელოვანია უფლისათვის. ღმერთის სიტყვა გვეუბნება მეორე კორინთელთა წერილში, საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხარ წმენაში, საკუთარი თავი გამოარკვიეთ
ნუ თუ არ იცნობ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე, თუ არა და მაშინ გამოცდას ვერ უძლებ. ანუ მაშინ ასეთი ადამიანი არ იწმინდება, გამოცდას ვერ უძლებ. პირველ კორინთელთა წელში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს მე-11 თავის 31 მუხში. ხოლო ჩვენ თვითონვე რომ გაგვეკითხა ჩვენი თავი, არ ვიქნებოდი ჯავდადებულნი ძვირფასო. უფალი თავის სიყვარულით, თავის შვილებისადმი, ისთვის თვითონს შეყავს ცეცხლსა და წყალში, რადგან გაგწმინდოს თითოეული ჩვენთაგანი, როგორც ვერცხლი და ოქრო. რათა მისთვის ვიყოთ ფასეული, რადგან ვერცხლი და ოქროს, როდესაც წმენთ, მისი ფასიც იზრდება და ის ხდება ფასეული ძვირფასო და ჩვენ უფლისათვის ვართ ფასეული, როდესაც მის წინაშე გავართ განწმენდილი. როდესაც უყურებთ ჩვენ საკუთარ თავს, ვიმყოფებთ თუ არა უფალში, ვიმყოფებთ თუ არა რწმენაში ძვირფასო. და ამიტომ წავიკითხეთ ეს სიტყვა, რომ უფალი წმენს ჩვენს გულებს, რომ მოაშოროს ძვირფასო ყოველგვარი უკეთურება ჩვენში, ყოველგვარი ცოდვა, რათა გავხდეთ მისთვის სათნო, გავხდეთ უნარიანი, დავინახოთ ის. ის სიტყვა გვეუბნება ძვირფასო, რომ ნეტა რა არიან გულით სულთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ წმენით ვხედავთ ღმერთს, მაგრამ აქ ღმერთის სიტყვა გვეუბნება ასეთვე გულით სულთანი, რომელიც იხილავენ ღმერთს. ამ გულებს უფალი გამოსცის ჩვენ გულებს თვითონ ჩვენთაგან. ეს ნათელი გზა გვაქვს ჩვენს იესო ქრისტეში. მან მოიპოვა ჩვენთვის გოლგოთის ჯვარზე ჩვენი გამოსყიდვა. მოგცა ნათელი გზა გადარჩენისა და სიცოცხლისა. და მას ის ცდილობს, რომ ჩვენ გამოგწნოს, როგორც ოქრო და ვერცხლი, გაგწმინდოს და დაგვაყენოს მის წინაშე, რომ ვიყოთ წმინდები. ამიტომ ჩვენ თავი უნდა გამოვცადოთ, ვართ თუ არა რწმენაში, ვიმყოფებით თუ არა უფალში. წარიმართებით თუ არა მის მიერ ჩვენ თვითონ ჩვენთაგან. და უფალი კი თავის შრომას ატარებს ჩვენში, რომ გარდავისახოთ, გადავიქცეთ, რომ ვიყოთ მისი მსგავსი, მის ხატად და მსგავსად. და დავდიოდეთ მისი მეშვეობით. ის იყო ჩვენი ცხოვრების მეგზური და წარმართველი და დიდება მას. მადლობელი ვართ მისი სიტყვისათვის.